მე ბორბალას მეძახიან. სულ ახლახან შემარქვეს ეს სახელი. ასე 1 წელია. მანამდე რამე რქვა? არ ვიცი, არ მახსოვს. უბრალოდ ძაღლს მეძახდნენ. ხან ჯოხით მომდევდნენ, ხან ცოცხით, ხანდახან ქვასაც მესროდნენ. მაგრამ სიკეთეც მახსოვს. ხან საჭმელს მიხრიდნენ, სუსხიან ზამთარში თბილ საწოლს მიგებდნენ და თავზე ხელს მისვამდნენ. მახსოვს ბაბუ, რომელიც მივლიდა და მეთამაშებოდა. და რაც მთავარია, ამ დროს 4 ფეხი მქონდა. ჩემი მეორე ცხოვრება იმ საშინელ დღეს დაიწყო. ბაბუმ დაგვაპურა და თავის საქმეებს მიუბრუნდა. ზეზე ვთბებოდით დანაყრებულები. უცებ საშინელი სისწრაფით მომავალი დიდი მანქანა დავინახე. ამ სულელ, ახლად შემოკედრებულ ბათურას იმ დროს მოუნდა გზის მეორე მხარეს გადასვლა. არა, გაჩერდი. ან შენ ბათურა, ან შენ დიდო შაო მანქანა. გაჩერდი. და ტკივილი. საშინელი ტკივილი. ბინდი. ჩოჩქოლი. ბაბუ და თავისი შვილი. ხვდები რომ ის მანქანაში ვარ და სადღაც მივქრივართ. თეთრი ხალათი. ნემსები. მაგრამ ყველაფერი ისე მტკივა გონებას კვლავ კარგავ. ნეტა როგორ არის ბათურა, ხომ არაფერი იდგინა. ცოტა რომ დაგეგვიანებინათ, ალბათ ვერ გადარჩებოდა. როგორ ჩაიარა ოპერაციამ? როგორ არის ზაღლი? ჩვენ რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ უკანა ფეხი ბორბალმა ძალიან დაუზიანა. გზაზე დაეჯახნენ და მიატოვეს საწყალი. უბრალო სოფლის ზაღლია. საჭმელს ვაჭმევდით და ვუვლიდით შეძლების დაგვარად. სამწუხაროდ ფეხის მოკვეთა დასჭირდა. შეგიძლიათ წაიყვანოთ ზაღლი და რამდენიმე დღეში შემოწმებაზე მოიყვანოთ ისე. მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ. ტკივა ყველაფერი, მაგრამ თავის წამოწევა უკვე შემიძლია. 1, 2, 3. გონი 3 ფეხი დამრჩა. 3. დავალია გადარჩა. მერე იყო ბაბუს შვილის სახლი, მისი მეუღლე, მათი პატარა შვილი ფრთხილად მეპყრობიან. თვალს მარიდებენ. გემრიელ საჭმელებს მაჭმევენ. ბორბალა დავარქვათ, როდემდე ვეძახოთ ზაღლი. სასაცილო უცნაური სახელი შემარქვეს. ასე შემრჩა ეს სახელი. ბორბალა. აქ ერთი კატაცაა, ბრანჟელინა. ჯერ უნდობლად მექცეოდა, მაგრამ მალე დამიმეგობრდა. მელოდებოდა სასაცილო ქუდიანი ექიმებიდან რა ამბავს მოვიტანდი. წამლების დალევისა და ნემსების გაკეთების დროს თვალებით შორიდან მამხნევებდა. ასეთია ჩემი, ბორბალას ისტორია. ერთმა ადამიანმა სასიკვდილოდ გამწირა. მეორემ მიპატრონა და სახლი, ოჯახი და უცნაური სახელი, ბორბალა მაჩუკა.